გასულ წელს საქართველოში 28 ბავშვი დაიკარგა უგზო უგლოდ, რომლებისაც ვერც ცოცხლებს პოულობენ და ვერც გვდრებს. რას ნიშნავს აბა ეს კოცებო გაგანია მშვიდობა რო გაქვთ ქვეყანაში ბორიას მიერ აშენებული. ეს ხმას ხო არ ნიშნავს საქართველოში საერთაშორისო ტრაფიკინგის ქსელი მოქმედებს, რომლებიც ვიცი პოლიციასთან და ხელისუფლებასთან ერთად ამ ყველაფერს აკვარახჭინებენ და გახყავთ ბავშვები საზღვარგარეთ იტაცებენ მონებად, ამას ქვია ტრაფიკინგი. აბა სხვანაირად როგორ გავიგოთ რომ 28 ბავშვიდან არც ცოცხალი უპოვია ვინმეს და არც მკვდარი, რომელიც მშობლებს დაეკარგა და დღემდე ვერ პოულობენ. ოფიციალური სტატისტიკა არის ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. რას ნიშნავს ეს კოცებო? ხელისუფლების ჩარევის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ საზღვარგარეთ ბავშვის გაყვანა საზღვარზე. წარმოგიდგენიათ ეს? მონა და დატყვევებულად რომ ვინმე გადაიყვანოს. არა. ისე როგორც წარმოუდგენელია ამდენი ნარკოტიკი რომ ტრიალებს ქვეყანაში ეს ხელისუფლების და ფარველობის გარეშე იყოს. წარმოგიდგენიათ? რომ პატაპონით იხოცებიან ბავშვები კლუბებში რაღაც ქიმიურ ნაერთებისგან შეყოწიწებულ სინთეტიურ ტაბლეტებს უყლაპავენ. ამას შეიძლება ნებისმიერი თქვენი შვილი მოხდეს, კოცებო. ეტყვის ვეღაცა ახლობელი, წამოერთად ვიგრიალოთ, ვიგრიმიტოთ, დალიე განხიარულდები და მოჩა. და ეს ხდება საქართველოში და ამას კურირებს ხელისუფლება, იმიტომ რომ სხვანაირად წარმოუდგენელი არის, რომ ბარებში და საძიძგილო ადგილებში იყიდებოდეს ეს თავისუფლად, ხო? კლავთ ბორია და მისი ქოძბანდა. თქვენ შვილებსაც შეიძლება შეეხოთ ეს გაიტაცონ საზღვარგარეთ და მონად ყავდეთ იქ. იმიტომ რომ ესეთი არის ბორიას რუსული დიქტატურა, რომლებიც არ თulis ადამიანად არც ერთს, არც ქოძს, არც ნაცს და არც არავის. იმიტომ რომ იმისთვის თავარია ფული იშოვოს. და 5 თეთრით რომ მოგიმატა ელექტროენერგია და 13% არის ეს. და თავისი ბიტკოინების ქარხნები უნდა ამუშაოს. თქვენს მიერ გადახდილი უზარმაზარი დენის ტარიფის მეშვეობით. ხმას არ იღებს არავინ. ბორია გძარცვავთ, თავზე გასხამთ, შვილებს გიკლავთ შადრევნებში, ღრმულებში. და მაინც მადლობა ბატონო ბიძინი, მშვიდობა მოგვიტანე. აი ამ მშვიდობაში ამოხდებათ სული. არც ერთი არ ახარ დაზღვეული ამისაგან. არ თქვენ, არ თქვენი შვილები. და ეს იცოდეთ. სანამ ეს ხელისუფლება იქნება, ეს რეჟიმი, ეს ბანდა, მანამდე თითოეული თქვენთაგანი ხართ მუდმივი სასიკვდილო საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ ასეთი ამის ბუნება. ვერ ახედავთ საგადაკეტა და ფეხებზე დაიკიდა საერთაშორისო ტრასები რო გადის საქართველოზე და ბიუჯეტში მილიონები შედის ამისთვის, ამ გაძვალტყაებული ხალხის ბიუჯეტში. გაავრცელეთ ეს ვიდეო მოკლედ.